Ანი, მითია თუ რეალობა, რომ ფსიქოთერაპიაზე მხოლოდ სუსტი და ფსიქიკურად დარაჯამთელი ადამიანები დადიან? მითია, იმიტომ რომ ფსიქოთერაპიაზე მოდიან ადამიანები, რომლებიც იღებენ საკუთარ ემოციებზე, შინაგან სამყაროზე და ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას. ფსიქოლოგი გეტყვის როგორ იცხოვრო. არა. მე არ ვეუბნები არავის დაშორდეს თუ არა შეყვარებულს, რა გააკეთოს შემდეგ ნაბიჯად მის ცხოვრებაში და ასე შემდეგ. მე ვეუბნები და ვეხმარები გაცნობიერებაში, მაგალითად, თუ აქვს პრობლემები ურთიერთობაში, რა სახის პრობლემებია, საიდან მოდის, რა იქნებოდა მისთვის ჯანსაღი გზა გადაჭრის და ასე შემდეგ. თუ პრობლემა არ მაქვს, თერაპია არ მჭირდება. ეს არის მითიც და რეალობაც იმ გაგებით, რომ თუ ამ მომენტში ვერ გრძნობ, რომ მე მაქვს პრობლემა, მაშინ ეს ვერც მოგვარდება. ფსიქოთერაპიის მთავარი დანიშნულება არის, რომ აღიაროს ადამიანმა, რომ ეს აქვს პრობლემა. ამიტომ პრობლემის გადაჭრა იწყება იქიდან, როცა ამას ვაღიარებ და თუ ამ მომენტში ვერ გრძნობ რაიმეს და თავს ძალიან კარგად გრძნობ საკუთარ თავთან ან სხვა სულიერი პრაქტიკებით და ტექნიკებით ვეხმარები საკუთარ თავს, ოკეია, რაც გვეხმარება, ის არის ჩვენთვის წამალი. ერთი სესია საკმარისია, რომ მეშველოს. ხო, გააჩნია შველას, რას ვეძახით და მეორე კიდე ერთი სესია არის უბრალოდ ფსიქოკონსულტირება. უბრალოდ ჩამოცვლას ვეძახით ხოლმე და გაცნობით სესიას ფსიქოთერაპიაში. და რა თქმა უნდა არ არის საკმარისი რაღაცა მარტივი პასუხების წაღება, კი, რა თქმა უნდა შესაძლებელია, ესეც გეხმარება, მაგრამ ერთი სესია შედეგს ვერ გვაძლევს. ფსიქოლოგი მხოლოდ ბავშვობის ტრამებზე ლაპარაკობს. ხო, ეს ხუმრობა გვაქვს ხოლმე და ხშირად ბრაზდებიან ადამიანები ამაზე, რომ რატომ მოდის ყველაფერი ბავშვობიდან და კი, ყველაფერი მოდის ბავშვობიდან, მაგრამ სულ ბავშვობის ტრამებზე არ ვსაუბრობთ. დასრულობაში სხვა ბევრ პასუხისმგებლობასაც ვიღებთ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და ვარკვევთ პატერნებს, რომელია ძველი, რომელია ახალი, რომლის დატოვება მინდა, რომლის გაშვება მინდა და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის აწმყოს და ხანდახან წარსულ მომავლის შერწყმაც.